ტრაგედიას სადგურის მოედანთან ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დასშავდა, ვიდრე მაშველები ცხედრებს ეძებდნენ. ოპოზიციამ უბედური შემთხვევის სათავისოდ გამოყენებაც მოასწრო მერიაზე თავდასხმას და პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაც. ტრაგედია ოპოზიციისთვის პოლიტიკური საზრდო რომ არის ეს სიახლეს არ წარმოადგენს და სწორედ ამ მანკიერ ტრადიციას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო არღლიანი გვერდება. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პარაზიტებს უწოდებს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე წლებია ვიწრო პარტიული ინტერესების მაღლა ვერც ადამიანურ ტრაგედიებს აყენებენ. ასე იყო გუშინაც, მაშინ როცა მაშველები ჯერ კიდევ ცხედრებს ეძებდნენ, ამ თემით სპეკულაციები ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელით დაიწყეს და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით თუ მტკიცებულებების გარეშე მათ კონკრეტული ბრალი დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელობას საუყენეს. მართლ პარტიას კი ოპოზიციის სპეკულაციები და ტრაგედიით მანიპულაცია არ აკვირვებს. მართველი პარტია ამბობს, რომ მით უმეტეს საარჩევნო წელს ოპოზიცია მეტის მკადრებელიც არის. თქვენს დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ოპონენტებს შეახსენეს ისიც, რომ ქვეყნის უზენაესი კანონით არის დაცული საკუთრების უფლება, შესაბამისად ხელისუფლება ამ შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა იძულებით საკუთრებიდან ვერავის გამოასახლებდა. თევდორე მღვდლის 10 ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევა ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური სპეკულაციის საბაბად აქცია. სპეკულაციები ჯერ კიდევ სამძებრო სამუშაოების დროს დაიწყო და დღეს პოლიტიკური სანახაობის ელემენტებით გაგრძელდა. ნაციონალური მოძრაობა უკვე დაწყებული გამოძიების პარალელურად გამოძიების დაწყებას იმ უწყებისგან ითხოვს, რომელსაც არ ენდობა. ფარულავა ბრალდებებით პროკურატურასთან, ლელო კი შემთხვევის ადგილ სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა. ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, თუმცა რა თქმა უნდა რეჟიმი არაფერს არ გამოიძიებს და არ გვაქვს მოლოდინი გამოძიების. გარე პერიმეტრი რატო არ იყო დაცული? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ეს არის პირდაპირ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის გულგრილობა შემეძლია კითხვა. ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ოპოზიციის ნაწილმა მაშინ დაიწყო, როცა მაშველები ცხედრებს ეძებდნენ. უდანაშაულობის პრეზუმპცია დაივიწყეს და ბრალი მტკიცებულებების გარეშე დედაქალაქის მთავრობას დასდეს. ყველაფერზე, აი მერია არის დამნაშავე, კახაკალაძე არის დამნაშავე. ბრალდებების მთავარი ადრესატი ოპონენტების კრიტიკას არიღებს და მათ კონსტიტუციის იმ ნორმას ახსენებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საკუთრების უფლება უზენაესი კანონითაა დაცული. ყველაფერი კარგი თუ ცუდი რაც ხდება ქალაქში, რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად უბედურ შემთხვევებს ყოველთვის ვცდილობთ რომ აი კახაკალაძე არის დამნაშავე, მერია არის შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის არიდება. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. მე არ ვარ არც ჩემი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყოს როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. არ არის ეს სწორი მიდგომა. არჩევნებში წაგებისთვის განწირული პარტიების გაცხადებული მიზანი ხელისუფლების იმიჯის შელახვა. ამ გზაზე კი ნიკო კახეთელიძის განცხადებით ოპოზიციას არც ტრაგედიები აბრკოლებს. მაქსიმალურად დავაზიანოთ ქართული ოცნება. ამის გამო მიდიან ყველაფერზე ნებისმიერ შანტაჟზე, ნებისმიერ სიცრუეზე და რაღაცა ვითომ ქმნიან რაღაც კოლიზიას, რომ აი რაღაცა ეს ამ დროს ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე შედეგი მოიტანა ამან, მაგრამ ეს წესები ვინაიდან არის გაწერილი, ჩვენ ყველა უნდა დავამორჩილოთ ამ წესებს. მათი დღის წესრიგი არის ეს. რეალურად მათ არც ტრაგედია ადარდებთ დიდად. მეცაც გეტყვით, რომ ისინი ბევრი მათგანი ბედნიერია იმისგან, რომ ესეთი რამე მოხდა. ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს პოლიტიკურ პარაზიტებს უწოდებს. ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან, მისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ არაფერი ახალი არ არის, ასე იქცევიან უკვე წლებია და მომავალშიც რა თქმა უნდა ასე მოიქცევიან. არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ. არავითარი ადამიანობა, არავითარი მორალი აღარ დარჩა
ნაციონალური მოძრაობის მხარეს პირველ რიგში ჩვენ უნდა მიუსამძიმროთ გარდაცულ ადამიანების ოჯახებს. ეს არის დიდი ტრაგედია, რომელიც მოხდა და რომელიც ყველა შემთხვევაში ყველამ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ ასე ტრაგედიები, რა თქმა უნდა, აღარ განმეორდეს მომავალში, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად ლოგიკური დასასრულთაც დასრულდება. სადგურის მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის გარდა მართლმა პარტიამ ოპოზიციას სპეკულაციების შოვისა და ბათუმის ტრაგედიებთან დაკავშირებითაც გაუხსენა. გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპოზიცია ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერც ადამიანური ტრაგედიების დროს ვერ დგება.